სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ახალი სააგენტოს პრეზენტაცია შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო, რომელიც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სტატუსის მინიჭებასა და შეწყვეტაზე იმუშავებს. ასევე ჩაატარებს მონიტორინგს და სახელმწიფო პროგრამების განხორციელებას თავადვე უზრუნველყოფს. ახალი სააგენტო პარლამენტისა და მთავრობის ერთობლივი მუშაობის შედეგად მიღებული კანონპროექტის შემდეგ ჩამოყალიბდა. კანონმდებლობის მიხედვით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭების პროცესი დეკემბერში უნდა დაიწყოს. იმისათვის რომ სასოფლო-სამეურნეო ეფექტიანი გახდეს და მოხდეს სასოფლო-სამეურნეო მიწების კონსოლიდაცია, ჩვენ დღეს გვაქვს პრეზენტაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსი, რომლის მიზანი არის, რომ ქვეყანაში შეიქმნას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, მოხდეს ამ კოოპერატივების ხელშეწყობა და დახმარება სახელმწიფოს მიერ და მოხდეს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის უფრო ეფექტურად, ხარისხიანად, კონსოლიდირებულად წარმოება. კოოპერატივი ძალიან კარგი საშუალებაა უფრო უკეთ ორგანიზებისთვის საქმიანობისა ერთის მხრივ, მეორეს მხრივ ის სტიმულები და შეღავათები, რაც დევს კანონში და ის პროგრამა, რასაც იწყებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გულისხმობს იმას, რომ სწორედ კოოპერატივებს დაეხმაროს სხვადასხვა საშუალებებით, რომ მათ უფრო, ასე ვთქვათ, გაუმარტივდეთ საქმიანობა. მხოლოდ და მხოლოდ იმის თვალსაზრისით, რომ კოოპერატივი იმისათვის, რომ სტატუსი მოიპოვოს კოოპერატივმა, ის უნდა იყოს თავისთავად ორგანიზაციული ფორმით ჩამოყალიბებული როგორც კოოპერატივი, მას უნდა ქონდეს წესდება შემუშავებული კანონის თანახმად შემუშავებული და მიმართოს განცხადებით. ანუ უფლებამოსილმა პირმა უნდა მიმართოს სააგენტოს.